სანამ უშუალოდ გადავალთ ხელფასთან დაკავშირებული მაკროსების ჩასწორების ტექნიკაზე, უნდა ვიცოდეთ გარკვეული დეტალები, ამისათვის შევიდეთ ხელფასები, პარამეტრები და ხელფასის გამოთვლასთან დაკავშირებული მაკროსები. Ამ სიაში მოცემულია ყველა ის მაკროსი, რომელიც ხელფასის მოდულს ესაჭიროება. Რა თქმა უნდა, ამ მაკროსებს თქვენ იხილავთ ასევე ადმინისტრირებაში მდებარე მაკროსებშიც. შეგიძლიათ შეხვიდეთ ადმინისტრირება და მაკროსები და ამავე სიაშიც იხილავთ ზუსტად ამ მაკროსებს. უბრალოდ ამ სიაში მოცემულია თავმოყრილია ყველა მაკროსი, რომელიც ხელფასთან არის დაკავშირებული და ადვილი სამართავია. შემდეგი დეტალი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ეგრეთ წოდებული საწყისი მაკროსების მოსანიშნები, აი ყველა ამ მაკროს მონიშნული აქვს საწყისი, ანუ ეს მაკროსები მოყვება სისტემას და ამ მაკროსში თქვენ ვერაფერს ვერ ჩაასწორებთ, რადგან ჩასწორების შემთხვევაში ახალი ვერსიიდან მოსული მაკროსები შეიძლება თავზე გადაეწეროს თქვენ მიერ ჩასწორებულ მნიშვნელობებს. Ამიტომ ისინი არის დაბლოკილი, მაგალითად, რომ შეხვიდეთ შეგიძლიათ რაღაც სახელის შეცვლა მოინდომოთ ან კომენტარის შეცვლა, სისტემა გამოგიტანთ შეთხოვინებას, რომ ჩასწორება აკრძალულიაო. ასევე მისი შიგთავსის ჩასწორებაც აკრძალულია, თუ თქვენ მოინდომებთ მაკრო ტექსტზე გასვლას, გავიდეთ მაკრო ტექსტზე, ნახავთ, რომ დაბლოკილია მაკროსის შენახვის მენიუც და ღილაკიც, ასე რომ თქვენ მასში ვერაფერს ვერ ჩაასწორებთ, თუმცა შეგიძლიათ დაათვალიეროთ ის ან გააექსპორტოთ ეს მაკროსი და მიიმპორტოთ სხვა მაკროსში. იმისათვის, რომ თქვენ გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ ამ მაკროსში, საჭიროა ის გააკოპიროთ და ჩააგდოთ ისევ ამ სიაში, მაგალითად, ხელფასის დარიცხვის უწყიში თუ გინდათ რაიმე ცვლილებების შეტანა, უნდა გააკოპიროთ, ჩააგდოთ, აი სისტემამ გააკოპირა ეს ჩანაწერი, დაუმატა მას წარწერა copy, შეგიძლიათ აქ რამე ცვლილებები შეიტანოთ და უშუალოდ დაწეროთ, რომ ეს არის დავუშვათ ჩემი ხელფასის დარიცხვის უწყისი და უკვე მასში შეგიძლიათ ნებისმიერი ცვლილებების შეტანა, შიგთავსში შეგიძლიათ შეიტანოთ გარკვეული ცვლილებები და აი გამოჩნდა მაკროსის შენახვის ღილაკიც. რაც შეეხება მეოთხე ტიპის მაკროსებს და ეს მეოთხე ტიპის მაკროსები დაკავშირებულია ხელფასის დათვლის ტექნიკასთან და ფორმულებთან. ისინი გამოჩნდება უკვე, აი შევინახოთ ეს სია, ხელფასის გამოთვლის მაკროს თუ გამოვიძახებთ, მაშინ აქ გამოჩნდება ჩამონათვალში უკვე აი ის ჩემი ხელფასის დარიცხვის უწყისი, რომელიც ჩვენ ამას წინ დავამატეთ, ესე იგი ამ სიაში, მაკროსების სიაში, დაუბრუნდეთ იმ მაკროსების სიას და დავაკვირდეთ ერთ დეტალს. როგორც ხედავთ, აქ უკვე ორი ცალი ერთნაირი დარიცხვის უწყისი იქნება, ერთი კომპანია ორისიდან მოსული მაკროსი, მეორე კი ის მაკროსი, რომელიც თქვენ უნდა ჩაასწოროთ, თუ დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, და იმისაც, რომ არ გამოჩნდეს ხელფასის დათვლის დროს, ესე იგი, საწყისი მაკროსი, გააკოპირეთ ეს ჩანაწერი და უთხრათ, რომ მოვნიშნოთ დავმალოთ ან არ ვაჩვენოთ და არ გავუშვათ ეს მაკროსი შესაბამისად, როდესაც ჩვენ დაუბრუნდებით ხელფასის გამოთვლის ეკრანში, აქ უკვე აღარ გამოჩნდება ის უწყისი და ესე შეგიძლიათ დამალოთ ის საწყისი მაკროსები, რომელიც სისტემას მოყვება და სისტემით ისარგებლოთ მხოლოდ თქვენს მიერ ჩასწორებული მაკროსებით.